time I met her, I was in better shape. I should have learned from the first time, but here I am again. Oh my lover, where have you gone? All I want is your easy love. Oh my lover, where have you gone? How I mourn that day I lost your easy love, and I want your easy love, and I miss your easy love. ეხლა შემიძლია ვილაპარაკო. თუ ის საშიში. კარგი რა. შენ თვითონ ძალიან კარგად ხვდები, რომ სრული უაზრობა იყო შენ ჩემ ნაცალში მასა. და ჩემთვის ამ ყველაფრის დამალვა მაგარი აზრიანი. მე არ დამიმაყ შენს არაფერი. დედა შენი რო არ მოსულიყო ჩემთან და რო არ ეთქვა, მე ხო საერთოდ ვერაფერს ვერ გავიგებდი. გაიგებდი. როდის? მერვე თვეში რო იქნებოდი და მე თვითონ რომ მიხვდებოდი რომ ორსულად ხა? არა. ამ დღეებში. უბრალოდ არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა. რანაირად უნდა მეთქვა? რანაირად უნდა გეთქვა, უნდა მოსულიყავი ჩემთან და ძალიან ჩვეულებრივად უნდა გეთქვა, რომ კერეს შენგან ორსულად ვარ, ბავშვს ველოდით მეტი. კერეს მე არ ვიცი შენგან ველოდები თუ არა ბავშვს. მე ვიცი. ეს ბავშვი ჩემია. ეს ბავშვი ისევეა შენი, როგორც გიორგისი. და ის რომ მე და გიორგის არ გვიჩნდებოდა, ბავშვი არ ნიშნავს იმას, რომ არც მომავალში არ გაგვიჩნდება. ხო იცი რომ ახურებ ეხლა. ძალიან კარგად იცი ის ცელებაში. არა, არ ვიცი. სანამ დნმ-ის ანალიზს არ გავიკეთებ, არაფერი არ მიცოდნება. გაიკეთე მერე მალე რა. რის ანალიზს? დნმ-ის. ანუ მოკლედ ძალიან რთულად არის ყველაფერი. არა, შენ თვითონ ართულებ რა, ართულებ. მომისმინე, მე არ ვაპირებ, რომ გიორგის რამე ავატყო. თუ მართლა ჩემი იქნება ბავშვი, მე ხოთ მაინც გაიგებს. იცი რა? თუ შენი აღმოჩნდება, მაგაზე მე ვილაპარაკებ. ანუ მე ხა ძალიან დავიღალე. და სახლში მივდივარ. მანამ დაქტოვებ შენ. არა, იყოს. იყოს მე. ავისეირნებ რა ფეხით, მირჩევანი. ბატონო. ჩაო. დაგირეკავ რა. არა, მე დაგირეკავ მირჩევანი. მე დაგირეკავ, როცა მინდა მაშინ. პასპორტი და ბილეთები ხო ნამდვილად ჩადე? გთხოვ შეამოწმე რა. დედა 10 ჯერ შეამოწმებინა. ბებო, ნერვიულობს, მოხუც დედას რამე არ დარჩეს. ბებო, საერთოდ არ ხარ. ვეშ ბებო. მაგას ბებოს კი არა, უფრო ჩემ თავს ვეუბნები. ხო, უბრალოდ შენ თავს ვერ კადრებ, ხო მაგას. აუ ეხლა არ დამცინოთ, მაგრამ დედას ანამნეზი ხო ნამდვილად ჩავდე. კი, ლურჯ საქაღალდეშია ჯინსის ქვეშ. დედი, ნუ ნერვიულობ. არაფერი არ დაგვრჩება. და რომც დაგვრჩეს, არ არის პრობლემა, მილიონი საშუალებაა გამოგზავნის. აი, როგორი პროგრესული სიდადრე მიყავს, ხედა? რაღაცა რომ ვიკითხო შეიძლება? კი, ბებო. უნჯერ მითხარი რომ ჩამოხვალ ძალიან კარგად იქნება. ბებო, მე ახლაც კარგად ვარ. ექიმთან, იმიტომ მივდივარ, რომ ცუდად არ გავხდე. აი, მაშინ აი ექიმი რო კითხვის, აღარასოდეს აღარ გახდები ცუდადო. მე მაღაზიაში შესვლას შეძლებ. შემოწიწოწყი, კი.
რა გინდა დე მითხარი და გიყიდე. ატოს აქვს ძალიან ლამაზი ვარდისფერი ჰუდი. თან შარვალიც მოყვებაო. მითხრა ევროპაში ვიყიდეო და შეგიძლიათ რომ იყიდავთ. კარგი რა მამიკო რა. ამ ვარდისფერ ჰუდსაც და ყველაფერს აქაც ვიყიდით რა. შენ იმდენ საქმეს გიტოვებთ აქ, რომ მაგისთვის არ გეცლება. ბებო, ხუთსაც გიყიდით, კიდე ბევრ რაღაცებს, ოღონდ ჭკვიანად დაგხვდი რა აქ, ხო? აბა რა. დე მამას ყველაფერი დაუჭერა. ისე ცხოვრებ. ოღონდ თვითონ ზამჯერს და დღეს კატოსთან დამტოვს რა. დატოვე ხო? იბადა. ნიკა. ხო ნიკა. მოხვედი? კაი ჩამოვალთ ახლავე. ბებო, ეხლა ძალიან მაგრად უნდა ჩამეხոտო. აუ, მის გაგაცილებთ რა. ხო, მამ. ხო, აბა რა ჩავადარიმათ ჩავდები და ნიკასაც ვნახავ რა კიდე მადლობას გადაბო. კაი, დროზე წავიდეთ, ოღონდ რა უხერხულია გველოდება. The first time I met her, I was in better shape. I should have learned from the first time, but here I am. მობძანდით. იძლება? მოდით ამთან. შენ ბიორევიტალიზაციის პროცედურა არ გაქვს ახლა? დიახ, უბრალოდ ეგ პაციენტის საღამოსთვის გადაეწერა. დილით და მირეკა ვერ ვახერხებოდა. გასაგებია. მასალები ხო გაქვს ყველაფერი? კი, ყველაფერი მაქვს. რა ხდება? თქვენი ნახვა უნდათ. ჩემი? ვის? მოდი. გამარჯობა ქალბატონო რუსუდან. გამარჯობათ. თქვენ მარიამის პაციენტი ბრძანდებით, ხო? დიახ. მარიამი რამდენიმე დღით არ იქნება, ალბათ საქმის კურსში ხარ. ვიცი. თან მე უკვე თამთოს პაციენტი ვარ. თამთაც თავისი საქმის პროფესიონალია. კი, ნამდვილად თამთან თავის საქმე კარგად იცის. ჩვენ ყველა თანამშრომელი ასეთი ყავს. ნუ მე ლაზერული ეპილაციის გარდა არაფერი არ დამჭიროებია, მაგრამ თქვენ სიტყვაზე გენდობით. მაშინ გისმენთ. თქვენთან მაქვს საქმიანი წინადადება, რა თქმა უნდა, თუ დაგაინტერესებთ. გააჩნია წინადადებას. შეიძლება დავჭირო. რა თქმა უნდა. თამთა. მადლობთ. შენ მირეკავ? მეთქი ჩაგეძინა. არა, ჯერ 10 საათი არც დამიმერე. ხმაზე რა გჭირს? რავი ფეხბურთო ყური გუშინა. მე ჩემები გავაცილე აეროპორტში, რავი დილა უცენიას და მოვედი აქ მეთქი საქმეს გავაკეთებ რაღაცა წინ წავიგდებ მეთქი, მაგრამ აბა, რა საქმე წაიგდე წინ? ვერაფერი. რაკენი იარაღები სად არის? აუ, მაღაზია არაფერი მკითხო რა. რატო ბიჭო გუშინ არ წახვედი ლაკოსთან ჩანთის მოსატანად? ხო, წავედი და ნეტა არც წავსულიყავ. რატო? აუ, რო გითხრა, მაგრად გაგიტყდება შენც რა. ჩანთა დაკარგე? არც ამიღია. ვერ გავიგე ვერაფერი, რაღაცას ბოდავ უკვე და შეგეძლია წესიერად მომიყვე? მოკლედ ცუდი ამბავია რა. რა მოხდა ბიჭო? ლაკოსთან ხო მივედი. მერე? ის სადარბაზოდან გამოდიოდა. მერე ვიღაცა ტიპის მანქანაში ჩაჯდა. რა ბოდი ხარ? ვერ მიხვედი ხო მანქანასთან მერე? უფ, კაი ერთი. როგორც კი ჩაჯდა მანქანაში ისეთი კოცნაობა ატეხა იმ ტიპთან რომ მომერიდა ძმაო. ვინ ტიპი? ვარ ვიცი ვიღაცა ტიპია რა. ბიჭო, დარწმუნებული ხარ რომ ლაკოი ხო? დებილი გგონი ვარ. არა 5 მეტრში იყვნენ ჩემგან. შანსი არა ძმაო, ეგ არ შემეშლებოდა. თან იმაზე ვფიქრობდი, ეს კასპერას როგორ უნდა უთხრა მეთქი. ან თუ არ ვეთქვი, რა პონჩი არ უნდა უთხრა მეთქი და ვერაფერი გავიგე რა. მითხარი, ყობა რა გავაკეთო? რა არ ვიცი, რეებს მიყვები, ან რანაირი ამბავი არის ეს ვერ გავიგე. კასპერას მე მაგას ვერ ვეთქვი. თან ვერც დაუმალავ. თან ხო იცი ჩემი ამბავი, სადღაც წამომწდება რა. რა წამოგწდება ბიჭო? რაღაცას მოვიფიქრებთ და დავალაგებთ, არაფერი არ წამოგწდება, ხო? ო. მაგარი დაგრუზული ვარ რა. მე მაგარი ცუდი გოგოა ძმაო იქ. არა და კასპერა როგორ გადაყვა.
ხო იცი ეს კასპერი კიდე ყველას ეხმარება რა. ხო და აი გარ მევასება. ეგეთ კარგ ტიპებს რო ეგეთი რაღაცეები ემართებათ, მაგას წყობილებიდან გამოყავ. მოიცი რა. მიდი რა, ლუდი მოიტანი რა, ფულს მოგცემ 1 3 4 4 ლუდი მოიტანი. ის მეტი რა მაქვს შენ კიდე რა. მიდი მაშინ, რაღაც ელოდი. ესე ლუდი ხასიათს გამომისწორებს მართალია. წავალ მე და 2 წუთში მოვა. აი, ესეც ჩვენი სართული და ჩვენი ნომერი. რა კარგია, ადრე რომ შემოგვიშვას, თორე 2 საათი რა იბოდიელებდა გარეთ. ესე იგი ნიკა მისე მოხიბლა ის ადმინისტრატორი გოგო რო შეძლებოდა მთელ სასტუმროს გვაჩუქებდა. აუ, დადნა ის გოგო პირდაპირ. კაკაინ გავაწითლეთ ახლა. მე მგონი ნორმალური სასტუმროა, ხო? გადასარევი რას ლაპარაკობ რა, ისეთი მადლობელი ვარ ნიკა რა, რომ შეწუხდით ან ამ ხელა გზაზე წამოყო. კარგი რა, თავრია ყველაფერმა კარგად ჩაიეროს. კარგად ჩაივლის. ესეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, რომ პაციენტი აქეთ აწყნარდეს ექიმებს და ახლობლებს. ყველაზე საყვარელი პაციენტი. მაგრამ მგონი ცოტა დაიღალა, ხო? არა, კი არ დავიღალე, ცოტა მეძინება. წავალ დავწვევი. კარგი, ეს მე აქეთ ვარ გვერდით ოთახში. თუ რამეა შეგიძლია დამიწა. კაი, საყვარელო, დიდი მადლობა. მაგარი ქალი. ო და მაგიტო უფრო მეცადება რომ არტირის და არც იმჩნევს საერთოდ არა. სამაგიეროდ ჩენტირი. ბოდიში რა უბრალოდ ვერ ვაკონტროლებ. ამიტომ მარტო. კარგი, რა ბოდიში. მიდი შედი შენ საისვენა, ახლა მე ჩავალ ქვევით. გავარკვევ რამ სასტუმროს თუ აქვს. მანქანა რამ რო კლინიკაში მივიდეთ. ძალიან დიდი მადლობა. კარგი, ახლა გავბრაზდები, მაგრამ ამდენი მადლობა რა არის. შედი მიდი ახლა დაიძიენ და თუ რამეა დავუსტვინე. რა მეშველებოდა აქ უშენოთ არ ვიცი. ჩემო სიყვარულო, რა ლამაზი ხარ, მოგიხდა გერმანია? თუ სასტუმრო. არ გავსულ ვარ ჯერ. დედაჩემს ველოდები გამოვა აბაზანიდან და წავალთ კლინიკაში. ო, როგორა? კარგად. ისე ყოჩაღადაა, რომ მგონია მე გამომყვა ექიმთან როგორც ბავშვობაში. ობა, სულ გერმანიაში არ დადიოდი პოლიკლინიკაში? რა მაიმუნი ბიჭი ხარ. როგორ ახერხებ სულ რო გამაცინა. აი ეგრევე ახერხებ რა, მიყვარს შენი სიცილი და იმიტომ ვერ მოვაკლებ ხა მაქსიმუმებას ჩემ თავს. მიყვარ ხარ. მე ის და მომენატრე მაგრა უკვე. ოხო, ელენე როგორაა? მე არის რა, კარგად. ბედნიერია, კატოსთან რჩება. მე ვიკითხო, მე ვიქნები მოწყენილი. ხო და არ მოიწყინა. დამირეკე და ვილაპარაკოთ. აღარ ხა უნდა გავიქცე, ხო? მიდი, გაკაცე. ეთერისაც აკოცე ჩემგან და ჭკუით. მიდი კაცი. ო! ლახა შენ მოხვედი ძმაო რა.